მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ობობების შესახებ, რომლებიც ერთ-ერთი საინტერესო და ამავდროულად აქტუალური თემაა დღესდღეობით. ობობების 32,000-მდე ნაირსახეობაა ჩვენთვის დღესდღეობით ცნობილი. ისინი ერთმანეთისგან სიდიდით, ფორმით, ფერით და თვისებებით განსხვავდებიან. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ყველა სახეობას აერთიანებთ ერთნაირი სხეულის აგებულება. ყველა ობობას 8 კიდური აქვს, რომელიც უკავშირდება თავმკერდს. ობობა მწერებითა და სხვა პატარა არსებებით იკვებება. ზოგიერთი მათგანი პატარა თაგვებსა და თევზებს მიირთმევს. დიდი ობობები ჩიტებითა და ბაყაყებით იკვებებიან. ობობების უმრავლესობა კანიბალები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ერთმანეთის ხორცს. იმისათვის, რომ თავად არ გაებას მახეში, ობობა ყოველთვის რთავს საკმარისი რაოდენობის მშრალ ქსელს. მან ზუსტად იცის, სად არის აღნიშნული მშრალი ადგილები და აქ უცდის თავის მსხვერპლს. ობობა ასევე გამოყოფს ზეთოვანი ნივთიერებას კიდურებზე, რომელიც იცავს მას ქსელში გაბმისგან. ობობების უმრავლესობას ცუდი მხედველობა აქვს. ამიტომ მსხვერპლზე ნადირობისას ისინი მხოლოდ საკუთარ ქსელით გადაადგილდებიან. ობობების ქსელების დიამეტრი ზოგჯერ 2,5 მეტრსაც კი აღწევს და მასში პატარა ზომის ფრინველიც კი შეიძლება გაებას. თითქმის ყველა ობობას აქვს შხამიანი ჯირკვალი, თუმცა ობობების მხოლოდ 3%-ია საშიში ადამიანისათვის. ობობას შხამი ცხოველებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თუ ერთ მათგანს შხამი კლავს, მეორეს არაფერს ვნებს. ასეთი ეფექტი ყოველთვის არ არის დამოკიდებული ცხოველის ზომაზე, მაგალითად ობობას შავი ქვრივი საჭიროებს 160-ჯერ მეტ შხამს ბაყაყის მოსაკლავად, ვიდრე ბევრად დიდ წიწილას შემთხვევაში. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ერთი და იმავე ჯიშის ცხოველზე შეიძლება შხამა სხვადასხვანაირად იმოქმედოს. მამალი ობობა განსაკუთრებულ ცეკვას ასრულებს მდედრი ობობის წინ. ასეთი ცეკვა შეიძლება რამოდენიმე საათიც კი გაგრძელდეს, სანამ დედალი დაეთანხმება. ბრაზილიურ მოხეტიალე ობობებს ყველაზე ძლიერი შხამი აქვთ. მათი შხამით შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალებაც, მაგრამ არსებობს ამ შხამის ანტიდოტიც. და ბოლოს, საქართველოში ობობების 501 სახეობა ბინადრობს.